მოკლედ, ბეთლაიუმმა წაგვიყვანა გერმანიაში საქართველოს თამაშებზე, სადაც ჩემთან ერთად 200-ზე მეტი ცნობილი ქართველია. ვიდეო ორ ნაწილად გავყე. გერმანიაში მოგზაურობის შესახებ ყველაფერს და 200 ცნობილი ადამიანიდან მათ უმეტესობას ასევე ნახავთ შემდეგ ვიდეოში. ხოლო დღეს შევუერთდით 50,000 ქართველს გერმანიის ქუჩებში და დღეს იმედია ჩვენი მზე გამოიდარებს. მე ტოპია და ტანჯულა შევედით ჩეხების ბარში, სადაც წესით ქართველების შესვლა აკრძალულია და პროვოკაციად ითვლება. ოღონდ თუ რა შემოსვლა არ უნდა ჩემი. კი, ხარეთ, თამაშამდე. შევაგდებ ტოპეს და მივყვებით მერე ჩვენ. და ასევე ჩემი აზრით ყველაზე მაგარი კადრი, რასაც ამ ვიდეოში ნახავთ, როგორც კი თამაში დასრულდა, გურამ კაშიამ ტოპეს გადასცა თავისი მაისური, რითიც ის მატჩი ჩაატარა. დაუჯერებელი კადრები არის, ჩაუჯექით, გამოიწერეთ არხი და სასიამოვნო ყურებას გისურვებთ. დღეს არის 22 ივნისი, დილის 10 საათი და ჩვენ ვართ ბეთლაიუმის კომაქტთა გუნდთან ერთად გერმანიაში ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ. დილის 10 საათზე უნდა შევუერთდეთ მარსს გერმანიაში. ქართველი კომაგები ვიკრიბებით და გულშემატკივრობთ საქართველოს ნაკრების ბიჭებს. ნეა უკვე მზადა იღებს იდეაში რა. მადლობა ბეთლაიუმს ამ მოგზაურობისთვის და ამ ვიდეოს მერე უკვე გერმანიის ვიდეო დაიდება და ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ერთი დღე ვაკონტროლებს AI და სხვათა შორის ვართ 200 ცნობილ ადამიანთან ერთად. ჩემი ოცნება იყო, მეგობრებო, ევროს მატჩებზე დასწრება და ძიმე ოცნებაშიც არ წარმომედგინა საქართველოსთან ერთად ევროპის თამაშებზე დასწრება და ძალიან ბედნიერი ვარ, უზომოდ გახარებული ვარ და ჩემი ოცნება დღეს, აი 10 საათზე ახდება. გერმანიაში ვივლით, დავლევთ და რაღაცებს გავაფუჭებთ ერთად. ეს არის ბეთლაიუმის ჩანთა, რომელიც მომცა ბეთლაიუმმა. ჩანთა დამრჩება. უკან არის ჩემი ბეიჯი, რომელიც უნდა მქონდეს აუცილებლად შესვლის დროს. აქ არის ჩემი ფორმა საქართველოს ნაკრების. კარწერით ზიპერ, ვარ 7 ნომერი, კვარასპონჩი. აქ არის დროშა, აქ არის აი ესეთი შარფი. სასტოენი და სამაჯური. ევრო 2024-ის ბრენდირების და ძალიან დიდი მადლობა ბეთლაიუმს ჩემი ოცნებების სასრულებისთვის. ამასაკაც აფირისტულად არ ვიძახე, ამას გულით გეუნებით, რომ ღრმა ბავშვობიდან მე და მამა ჩემი გულშემატკივრობდით ზოგადად ევროს მატჩებს. გერმანიის გულშემატკივრები ვართ და ეხლა რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ გერმანიაში ჩამოვედით. მარშამდე ფურშეტი ჩვენ სასტუმროში. აი ესეთი ამბავია. ძალიან ბევრი ცნობადი სახე. თქვენ მზადებით სანამ მარშზე გავხდეთ. თან დაგათვალიერებინებთ რა არის ფურშეტზე მანამ სანამ თამაშის საყურებლად წავა. ძალიან განსხვავებული და უცნაური ფორმის სასტუმრო არის. და მოკლედ აქ არის ესეთი რაღაც. იწყება მე მგონი სანელებლები არის. აქეთ არის საზამთრო, ივი, ეგეთი რაღაცეები. ნელ-ნელა უკვე ტკბილეულისკენ გადადიხარ. კარამელიზირებული შოკოლადი, ნუტელას პლუს რაღაც, ოღონდ არ ვიცი ეს რაღაც რა არის. მე უკვე საჭმელი ვჭამე და ამას ვჭამ. სოკო, პატარა პომიდორი, ხახვი. აქეთ არის წვენები. გერმანული ძეხვეული. მე აქედან ვჭამე თითქმის ამ მაგიდან, აი ყველიც ამოწურული იყო. აი ხა გვინდა ესეთი კრუასანები. ხوار გადაუბრალდილია ბიჭო. აი აქ ვართ ჩვენ. ას ფიქრობთ რა? რა ვიცი, მაგრამ კაის ფიქრო ყველაფერს პოზიტივს. ზა, ანუ მოვიგებ თუ ეჭვენ. იესნიათ. თუ არ მოვიგებ, ჩვენ დავჭრით კომანდას და მე სიმაიც დაჭერეთ. უკან არიან ჩეკები. ეგ გადავწყვიტეთ, რომ 12 საათზე ბეთლაიუმის გუნდი გადის. 11 საათზე ჩვენ ახლა უერთდებით მარს. მე, ტანჯულა, ტოპე, ნეა, მიშა ეკიპი წასულია და რამოდენიმე ადამიანი კიდე. წინასწარ უნდა შევუერთდეთ მარს. საქართველოს გაუმარ! ჯუს! გაუმარ! ჯუს! გაუმარ! მოვედით ტაქსით მეგობრებო და აი ნახეთ რა ხდება წინ. ჩემი არ მჯერ რაიმე და ეს სხვა ქვეყანაში ხდება ვაფშე. ვაიმე რა მაგარია ხო არ ხანდა. ვაიმე რამდენი ვართ ბიჭო. გაუმარჯოს. როგორ ხარ? წარმატებები. გაიხარეთ. ვა, ნახე პროსტა ნახე რა. წამობაჩი. შენთანა ვარ. ზღაპრის ბოლო კეთილია. რაო! ხარია? ამხოდით რონალდოსაც მოვუტყანავთ ჰაერი. არჩ გეუნები, ჩეულებრივად ვარ ბათუმში იმენა რა. ვა, შეხე რამდენი ქართველია ხო არ გადაო. საქართველოში არ მყავს ამდენი ქართველი ნანახი. არ მთავრდება იმენა. საღოლ რა. ასევე უღრმესი მადლობა ჩემს სპონსორებს, კრეკერ კროკოს და ავტოიმპორტიორ კომპანია 4
დილერს, ვისაც მანქანის შეძენა გინდათ, აღწერაში არის მითითებული ლინკი, $100 აკლდება ნებისმიერი მანქანის შეძენის შემთხვევაში. ჩვენთან ერთად გადაიღეს რამოდენიმე ფოტო, პროსტა ტოპეს იმენა ყველა მეორე ნაბიჯზე აჩერებენ და გვიწევს ესე გაჩერებენ. რო დავიცვა ვაფშე რომ შემოვახვიო ეს, კიდე ფოტოებს იღებ. წავედით? აქ ვარ აქ. წავედით. ვრაფის ნუ გეშინია, ზაპრის ბოლო კეთილია. შენთანა ვარ. ნახე უკან კიდე არ ჩერდება. ბევრი არ ვართ ხო ჯერ კიდე. სერიოზული ამბავი. წამო თუ გინდა აქედან რომ ტოპი არ დაგვრჩეს, თორე ყველა მეორე ნაბიჯზე აჩერებენ. თქვენ როგორი შეჭმულები ყოფილხართ. ყველა მეორე ფეხის ნაბიჯზე ცნობენ. ყველა მეორე ფეხის ნაბიჯზე. გერმანიაში. ვაიმე, ამა შეხედე. ჯიგარი ხარ. აი ბავშვი. მადლობა შეიძლება. გაიხარ. გენაცვალე. ნუ რა ფრის ნუ გეშინია. სტადიონთან შევეხმიანოთ ერთმანეთს, მეც გავიქცევი ეხლა რაღაცეების გადასაღებად და იქ შევხვდებით. მიდი და მაშინ სტადიონზე გნახავ რა. ბუდუ. სასწაულია დედას გეფიცებით, იმენა სიზმარში ვარ. თველო საქართველო. უნდა მოვიგოთ უეჭველი და სხვა დღე გათენდება ვაფშე. ქურამ კაშია. ჩვენი კაპიტანი. არ ჩამორჩე, წამო. შენ თავს ფიცა ვარ, ჩემი ოცნება ახდა. ამდენი წელი ვოცნებობდი ამაზე და ზაფრის ბოლო კეთილია. დედას ფიცა ვარ, ყველა მომენტში ტირილი მინდა იმე. ძალიან მომწონს და ვიცი რა სტადიონზე ძალიან ბევრს ვიტირებ, იმიტომ რომ უკვე ემოციები აქვს. არ ვიცი რა, ვერ ავღწევ ისე კარგად. ზაფრის ბოლო კეთილია. ვაიმე ღმერთო. თამაშამდე დარჩენილია კიდე 4 საათი ხალხო. ჯერ ეს რა, ეს ხდება ჰამბურგში, გერმანიაში. ქართველებმა დააყენეს სრული ბუღი. აი, გეო მეტირება რო უყურებ რა. აი, ღმერთო. ვიცი რომ მოვიგებთ, რომ არა, როცა მოვიგებთ, მაგრად გავერთობით და უეჭველი ვიგებთ. დარწმუნებული ვარ 100%. თან ძალიან მაგარი ქულებით რომ ვიგებთ. იმას შეხედეთ ბიჭო. გაუმარჯოს. დედა მიწას გაუმარჯოს. რაო! მომწონს კი არა, ღმერთს ფიცა ვარ. აი, ოცნება ამიხდა თქო გეუბნია. ალბათ სულ ცხოვრებაში მაქვს 3-4 ოცნება. ცუდად ვარ იტოქში, ვერ ბაზრობ, აღარ შემიძლია. და დღეს რომ მოვიგოთ, ვაფშე სხვა ამინდი გაიჩნდება იმენა. დღეს რომ მოვიგებთ, ანუ ჰამბურგი ერთი დღით გერმანელების აღარ იქნება. ხო, ამიტომ ოცნებები ხდება მეგობრებო, მართლა იმენა მთელი გულით ვიძახი. ძალიან ცუდადია. ჯერ მოსული არა. იმდენ ცნობის, იმდენ ქართველს, იმდენ მოღვაწეს, იმდენ ვიღაცას ხედავ, რომ დღეს საერთოდ ემოციებისგან უკვე დაცლილი ვარ. სტადიონზე როგორ უნდა მივიდე? სადღაც რემლი ჩამიგორდა, კი. ძალიან დიდი შანსი არის უკვე ვსო, რომ გავიდეთ შემდეგ ეტაპზე, მერვე ფინალში და ჯგუფური ეტაპი გადავლახოთ ევროპის. პირველი მატჩითაც დავამახსოვრეთ ევროპას თავი, როდესაც თურქებს ვეთამაშეთ ეგრე ძლიერად. პროსტა არ გაგვიმართლა. ხო და დღეს იმედია ჩვენი მზე გამოიდარებს. უნდა გამოიდაროს უეჭველი. ჩეხეთი არ არის მარტივი გუნდი კლასით. როგორ მწყინს, აი ღმერთო, საქართველოში დავბრუნდები 25 რიცხვში. შევიძენ ახალ კამერას, შევიძენ დრონს. აი ხა დრონის კადრი არის აუცილებელი რა. აი აქ ხება ერთი 20,000, 30,000 ქართველი. თან ეს არის უბრალოდ მარში და თამაშზე რამდენი მოვა იცი? გოტა ვნახე, წერა. აი ეგერ არის გოტა. აი. გოტა. რა განწყობაზე ხარ? რა განწყობაზე უნდა ვიყო ამ საოცარ 10,000-ობით ქართველში. ანგარიში მინდა გოლები და გოლის აღნიშნა ასწორებს სტადიონზე. მიქაუტაძის მჯერაა და კვარაცხელია იმედი მაქვს რომ გაიტანს და ხასიაძეს მოვა და
მე დაბრუნის მართლა რა. ზო, ясни არის. ჯიგარი ხარ გოტა, წარმატებები. ჩაპის დომდე დარჩენილია 1 წუთი. იმასთან გადავედით, რა ქვია, ჩეხებთან და ეხა თუ გაგულახეს ნახეთ. მივდივარ? კი, ჩეხებთან შევდივარ. შევაგდებ ტოპეს და მივყვებით მერე ჩვენ. მარტო ამ გიჟებთან ერთად თუ შეხვიდოთ. ამა მარტო მიდის გამოდ. ო ჭიათურას ჩამოსვლა არ უნდა ჩემი. ამა ჭიათურას ჩამოსვლა არ უნდა. არა, ქართველებიც არიან. კი, იხარეთ, თამაშამდე იხარეთ. ცოტა ხანი. გეხვეწ, ეხა ეს მაინც ავაღები და გევედე. ერთად ავიღოთ. ხო, ავიღებ. შეფონზე იგებენ ეს მოზები, წამო გაუგუჭო. შეფონზე იგებენ, წამო. ნელა. პოლიცია. აუ, არა, ჩეხების იმენა ეხა სერიოზული გულშემატკივრობა მოაწვა. გავიქეთ. კომაქტა გუნდიდან 3 გამარჯვებული შეხვდა. პირველ რიგში გილოცავთ, მართლა ძალიან მაგარი ამბავი. მე ხა ჩემ თავზე რომ გითხრათ, მართლა გულწრფელად, მაგრამ მისწორება რა. ესეთ გარემოში ჯერ არ ყოფილვარ რა. ძალიან მაინტერესებს როგორ მოიგეთ პირველ რიგში როგორია აქაურო. სასწაული ემოციებში ვარ მეც რა. ჩემთვის იყო პირველი ფრენა პახოვდა და აი აქ რაღაც სხვა ემოციები რო დამხვდა. თან ტიპები მაჩერებდნენ უცხოელი ტურისტები და თქვენი ქვეყანა ძალიან მაგარიაო და ბოდიში რო არ ვიცნობდით აქამდეო და იმენა სიამაყის შეგრძნება. ანუ პირველი მოგზაურობა არის შენი, ხო? ეგრევე ამით დავიწყე. იდეალური. აი როგორ მოიგე, რა დაწერე უშუალოდ რა, როგორ უგულშემატკივრებ. ჩემი იდეა იყო მე ვარ კინოლოგი ძაღლებს ვცვნი და 11 ძაღლი დავაყენე, მოვასმენე ჰიმნი, მე ვათამაშე ფეხბურთი, მოვიგეთ ასევე ქართული ფორმებით იყვნენ ჩაცმულები, გავიმარჯვე ამით რა და ჩამოვედით. ფეხბურთი ათამაშე? რა ბიჭო? მარტო? საღოცმო. მე გამოვფინე კორპუსზე. ეგ TikTok-ზე ვნახე ძალიან ბევრი. ეგ ვარ მე. გაბაზრებული იყო, ხო? ესე კორპუსზე იყო? შემადგენლობის მიხედვით, ხო? ეგ ვნახე TikTok-ზე სხვათა შორის. თქვენი როგორი იყო? ჩემი მიზანი იყო რომ ქალაქში შემეხვდა მუხტი და ის მუხტი აქ წამომე. ქალაქში დავდიოდი ნაკრების სიმღერებით და ეს წარწერები თბილისში შევაგროვე და დღეს ჯერ თამაშზე ვაფრიალებ და შემდეგ ნაკრების ბიჭებს გადაეცემათ ეს დროს. ანუ გულშემატკივრების რაღაცა წარწერები არის? თბილისი მოვიარეთ, ვინც შეხვდა, ყველამ გამოუგზავნა ნაკრებს ესეთაც სურვილები და მესიჯები. ძალიან მაგარია. გულით მიხარ. აღარ შეგაწყენთ, გილოცავთ მართლა, მთელი გულით მიხარია რომ აქ ხართ და ამ ისტორიულ რაღაცას ვეწყებით ერთად. ანგარიში რა გგონიათ, როგორ დამთავრდება დღევანდელი დღე? 2 თვალი მგონია მეც. კვარას დუბლი არ ყოფილა ჯერ ევროპის ჩემპიონატზე აქ. მე ერთი ჟორჟი და მეორე შეიძლება ბუდუან კვარა. ან 2-1 შეიძლება და ვფიქრობ გოლებს გაიტან ბუდუ და ჩაგვედალეთ. მადლობა ნატახტარს, გვიხარია აქ რო ვართ და წარმატებები და გამარჯვება. აბა და ჩვენ ვიცით ერთად უნდა ვიზეიმოთ სტადიონზე. გერმანული გოგიდოგი უნდა ვჭამოთ მეგობრებო. გოგიდოგი არის ჩვენს ენაზე ჰოტდოგი. გერმანული ცუდი გოგიდოგები. ფუ გოგიდოგი, ფუ. წამო სხვა გავნახოთ გოგიდოგი აბა და თუ რამე აქ ვიყიდოთ თევზის. არ მინდა თევზის, გოგიდოგი. ნახეთ მეგობრებო რა სტადიონზე ვარ? საქარი 9:11 ხომაგებთან ერთად არის. ტოპია. შენი პეზიც ხარ ჩვენ გოგოს. სად გაქვთ ერთი გაქვთ, ხო? ახაჩევი ჯვავ მეგობრებო. გავგიდები და სულ გავრეკავ და გამოვყევდები. გამდენი ქართველია ღმერთო. ვაიმე. აუ ბიჭები. დარჩა დროშები გამოაქვს უკვე ძალიან ცოტა ჩეხი არის და ძალიან ბევრი ქართველია. 2 სექტორი არიან მარტო ჩეხები. ინგრევა აქაურო. ჩეხები აქედან აქამდე. ძალზე სულ ქართველები. საქართველო!
და ორივეს ჰქონდა რეალური მომენტები. მე-12 წუთი და ჯერჯერობით რთულადაა რა. ჩვენს ნახევარზე ჩვენ გვაქვს ჯერჯერული სიტუაციაა ძალიან. გოლი გააუქმეს, მოიც მადლობა. ხელით იყო გატანილი მარცხენა ხელი. მიდი, მიდი. არა უნდა დაარტყა. ბიჭვანი კართან შევდივარ და არ ვურყავ. დარტყმა გვაკლია რა. კარამდე კარგად ვარა თუ დაიძრა შევდივარ თუ ეჭველი. ამ ბევრი შეტევა გვაქვს. აი გზა 35 წუთი იწყება და 4-დან ვაწოდებ გულ. რაღაცა იქ გადამოწმდა ნახე. საქართველო! საქართველო! პენალტი შესაძლო პენალტის გადამოწმება. მადლობა ბეჭლაივის კომაქტა გუნდს. უღრმესი მადლობა, მაგრები ხართ. ბოლომდე ვერა არ ვიცი. გადახარშული არ გვაქვს მოკლედ რა. 1-0-ია. იქაუტაძის გოლი დამატებით წუთზე ბოლო წუთი რა. და მე არც ერთს არ გვაწყობს. არც ჩვენ და არც ჩემი და დარჩაში. როთმარო ძალიან ჯობიანო არა რა. უნდა დაერწყა ჩაკვეტაძის ბოლოს რა და ლობჟანიდისთვის არ გვამიეცა. ბოლო წამზე შეგვეძლო გაგვეტარა და დასრულებდა. გურამ კაშიამ ვიცა მაისური ტოპეს და ტანჯულას. ხوار გადაო ბიჭო გილოცავ ბიჭებო გილოცავ ხახო სუგაობლელი აიმენა კაშია სახო ძიგარია აიმენა ვენაცვალე გულში მაგრები არიან მაინც ჩვენები რა გიორგი მამარდაშვილი დასახელდა საუკეთესოდ მოდით მეგობრებო სასტუმროში ეხლა გვიწევს ახშამზე გასვლა მაგრამ მაგას უკვე გერმანიის ვიდეოში მეორე ვიდეოში ნახავ ყველა წამში ცნობილ ადამიანს ნახავთ შემდეგ ვიდეოში რა თამაშს რაც შეეხება თან ბედნიერი ვარ თან იმედგაცრუებული ბედნიერი ვარ იმიტომ რომ ჩეხეთთან ესეთ ძლიერ გუნდთან დავამთავრეთ 1-1 თელი სტადიონი იყო ქართველებიც სავს მაგარი გარემო იყო ბიჭებმა წინვალედი თამაშეს აი მეც ფიზიკურად ვეღარ მოთხო რაც შეეხება ბოლო მომენტს ვიცი ბევრ ქართველს და ბევრ თქვენგანს ექნება ეს მომენტი რომ პასი რატო გააკეთა რატო გამაზა მაგდროს ადამიანს რომ დაერტყა მე ეძახდნენ რომ რატო არ გაუკეთა ლობჟანიძეს პასი ერთ-ერთზე გაყავდა და ის ოეჭველი გაიტანდაო ლობჟანიძეც რა თქმა უნდა არ არის დამნაშავე იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ ჩემზე და ჩვენზე მეტად უნდა და ლობჟანიძეს ბოლო წამზე გოლის გადაანა ბიჭებო მიყვარხართ მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა თურქებმა წააგეს წავედით მოკლედ მეგობრებო ძალიან მიყვარხართ გულშემატკივრად საქართველოს ნაკრებს უღრმესი მადლობა ბექავის ამ ყველაფრისთვის ძალიან ჯიგრები ხართ ძალიან მაგრები ხართ თამას სპონსორად წავედით